ურთიერთობა აკავშირებს და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ არსებობს დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გასვლის მიმართ. თქვენ თვითონ ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, თქვენ დისერტაცია დაიცავით დუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას. გერმანია საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს მის ტრანსფორმაციაში სოციალური ეკონომიკის სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის აშენების გზაზე და ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების თანამშრომლობის საქმეში და გვახარებს მომავალი თანამშრომლობაც. გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზაცია, რომ ყველა კრიტერიუმი წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ პირველ რიგში ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არა მარტო მთავრობის სურვილი გახლავთ, არამედ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილი გახლავთ. სრული უმრავლესობა გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას. ძალიან მოხარულები ვართ იმიტომაც, რომ დემოკრატიული ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირსაც, ევროპასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ამ სიტუაციაში პრობლემებზეც ვლაპარაკობთ, ჩვენ ძალიან კრიტიკულად უყურებთ ისევე როგორც თელი ევროკავშირი ეგრეთ წოდებული კანონის მიმართ აგენტების შესახებ და მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგზე. ახალი კანონ პროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა, ეს თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და ის და პარლამენტი გაითვალისწინებს კრიტიკულ პოზიციას ჩვენსასაც და საქართველოს მოსახლეობისასაც. ამიტომ ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება, რომელიც უნდა გაგრძელდეს სასამართლოს რეფორმას გულისხმობ საპარლამენტო კონტროლის დარგში რეფორმებს და ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ისინი თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს და ეს გახლავთ საფუძველი, ასე ვთქვათ, კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესისთვის, განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორი რჩება, ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დაუჭერთ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრძელებს თავის იმპერიალისტურ გეგმებს, ეს ეხება არა მარტო რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი, საქართველოს ნაწილები რუსული ოკუპაციის, უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავუსვათ ამას ხაზი, ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას. გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე ჩვენ მხარს დაუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ხავს. ხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომლებიც ევროკავშირმა დააწესა. დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა. ხმატალიცემულობატონო ფედერალური კანცლერო, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი
ძალიან სასიხარულოა ბერლინში რომ მაქვს ყოფნის შესაძლებლობა და პრემიერ-მინისტრის რანგში შემიძლია გერმანიაში ვიყო. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ბატონო ფედერალურ კანცლერო მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასა და მის სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. განსაკუთრებული როლი ითამაშა გერმანიამ ასევე ჩვენი ახალგაზრდების მხარდაჭერაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ განათლება მიეღო და გაეღრმავებინათ გერმანიაში იმ ადამიანებს რომლებიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც მე ასევე იუსტიციის მინისტრმა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თერმა რიგმა პოლიტიკოსებმა განათლება მიიღეს გერმანიაში და აქვე დაიცეს აკადემიური ხარისხი ჩვენ გერმანიაში ვისწავლეთ რომ სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა დემოკრატია არის უზენაესი ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაცვას საჭიროებს და რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ჩვენი საომავლო განვითარება. ჩვენ მადლიერი ვართ გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოსთვის მისი მეტად ღირებული მხარდაჭერისთვის. და ამ კონტექსტში შემთხვევითი არ არის, რომ ბერლინი არის პირველი ევროპული სახელმწიფო ბრუსელის შემდეგ, რომელსაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ვსტუმრობ. საქართველოს და გერმანიას მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებს, რომლებიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას მანიჭებთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. გერმანია განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზნების შესრულებაში და ჩვენი შეხვედრის დროს მე მადლობა გადავხადე ბატონ ფედერალურ კანცლერს მისი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც გერმანიამ ჩვენ მის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ისტორიულ მომენტში გაუწია, რაც გასული წლის დეკემბერში აისახა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. მე დაუდასტურე ფედერალურ კანცლერს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ევროპული ღირებულებისათვის. საქართველოს საშუალებადი ამ პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება და ისე რომ როგორც ბატონო ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ ძალიან სწორად აღნიშნა ევროკავშირისა, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ რეფორმათა პროცესს, რომელიც ვაკეთებთ ამას ევროკავშირის მიერ, ევროკომისიის მიერ დაფიქსირებული რეკომენდაციების ფარგლებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები ჯეროვან შეფასებას დაიმსახურებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ლანდშაფტზე და მინდა ხაზი გაუსვა, რომ დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რისთვისაც ბატონ ფედერალურ კანცლერს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადე. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ საქართველო წარმოადგენს გერმანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორს ამ რთულ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში და საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამყარების პროცესში, რაც რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ გერმანია საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე და ჩვენ კმაყოფილებით დავაფიქსირეთ, რომ ამ წლების განმავლობაში პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩამშრომლობა მიიღო მრავალგანზომილებიანი ხასიათი, რომელიც ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა სექტორებზე, განსაკუთრებით ცალკეულ სფეროებში მიღწეულ ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე, პირველ რიგში სამართალდაცვის სფეროში, განათლებაზე, კულტურაზე, მეცნიერებაზე. გერმანიასა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საქართველოსთან ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში. საქართველოში არაერთი გერმანული კომპანია ოპერირებს, წარმატებულად ოპერირებს და ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ნაბიჯებზე, რომლებიც იქნება გადასადგმელი იმისთვის, რომ გერმანიის ეკონომიკის სექტორი უფრო დავაინტერესოთ საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური შესაძლებლობისადმი. მე დარწმუნებული ვარ, რომ
გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, როდესაც საქართველოს მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ნაკრები მის თავისუფლად დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას და ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ. მინდა ბატონ ფედერალურ კანცლერს დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის და სარგებლობ შემთხვევით და ბატონო ფედერალურო კანცლერო საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში. ასევე ვისაუბრეთ კანონზე გამჭირვალობის უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ და ამასთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. აღნიშნული კანონის შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და ეს კანონი ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი გამჭირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთი რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იქნას დაცული. მას შემდეგ რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად მე გადავწყვიტე რომ ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში ჩვენ სრული უფლება გვაქვს რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭირვალობის თვალსაზრისით. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო არჩევნების, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება 2000 ბოლო წლების განმავლობაში მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დაფინანსება არ არიან დაინტერესებული ეს ორგანიზაციები, რომ გამოაქვეყნონ აღნიშნული ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. საქართველოში ყველა პროცესი გამჭირვალეა, ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კეზელმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუნქციონირება დემოკრატიაში უნდა არსებობდეს უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე სხვათა შორის გერმანიაში ვისწავლე და მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის და კიდევ ერთხელ გულითადად გიწვევთ საქართველოში ბატონო ფედერალურ კანცლერო. Guten Tag. Pardava, მკითხვა მაქვს თქვენთან ბატონო კანცლერო. You can't hear me? Can you hear me? It's okay? It's okay? ტელეკომპანია იმედი კეთევან ქარდავა, ბატონო კანცლერო, თქვენთან მაქვს კითხვა, თქვენ ისაუბრეთ გამჭვირვალობის კანონზე და იმედი გამოთქვით, რომ ამ ფორმით საქართველოს არ მიიღებს ამ კანონს. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ ევროკომისიასაც აქვს იგივე სახის ინიციატივა ინიცირებული, ვიცით რომ ევროპაშიც აქტუალურია ამ სფეროს რეგულაციები და ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი. ჩვენთვის საინტერესოა ამ ფონზე რატომ არიან შეშფოთებული ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შეგვიძლია თქვენ გითხრათ ეს თუ კი იგივე რეგულაციები ან მსგავსი ფორმით ამ სფეროს რეგულაციები მოქმედებს ევროპაში და შეერთებულ შტატებში. დიდი მადლობა. ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, არსებობს დისკუსია იმის შესახებ
ტრანსპარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროებში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ და ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით არც იქნება გადაწყვეტილი. Michael Pischeri. Die Schweiz hat Შვეიცარიამ 2 დღის წინ თქვა, რომ მოიწევს უკრაინაში სამშვიდობო სამიტზე, გააკეთებს მოწვევას, რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე და შეგიძლიათ თუ არა წარმოიდგინოთ თქვენ ორივეს მიიღოთ მონაწილეობა ამ სამშვიდობო ინიციატივაში და კიდევ ერთი დამატებითი შეკითხვა, ეს სამიტი მხოლოდ შესაძლებელი იქნება, ან მისი წარმატება მხოლოდ შესაძლებელი იქნება, თუ კი ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას, როგორც რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე, თქვენ შაბათს მიფრინავთ ჩინეთში. გაქვთ თუ არა მიზანი, რომ დაარწმუნოთ ჩინეთი თქვენი ვიზიტის დროს მიიღოს მონაწილეობა ამ სამიტში და თუ შეგიძლიათ გითხრათ ასევე სხვა რა მიზნები აქვს თქვენს ვიზიტს. დიდი მადლობა თქვენი შეკითხვისათვის. პირველ რიგში ისეა, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია უჭერთ მხარს პროცესს მშვიდობიანი განვითარებისათვის უკრაინაში გავაკეთოთ ორგანიზაცია საერთაშორისო ფორმატებს, იყო კოპენჰაგენში ლაპარაკი, იყო ლავალეტაში ლაპარაკი ამაზე, დავოსში იყო ლაპარაკი ამაზე და ბოლო შეხვედრაზე გაჩნდა პერსპექტივა ჩაგვეტარებია უფრო დიდი კონფერენცია. ამ პროცესს ჩვენ ყოველთვის უჭერდით მხარს, ასევე პირადადაც და ჩვენი მიზანი არის მართლაც, როგორც თქვით, თქვენ დასვით ვიკითხეთ შეკითხვაში, ორგანიზაცია კონფერენციის გავაკეთოთ ისე, რომ ასე ვთქვათ, მაქსიმალურად დიდი მონაწილეობა უზრუნველყოთ მთელი მსოფლიოდან, არაბული სამყაროდან, სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან და ჩინეთმაც რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და რა თქმა უნდა მომავალშიც ამაზე იქნება ლაპარაკი. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ჩინეთში მოგზაურობის შესახებ, ჩვენ ძალიან დიდი სპექტრი გვაქვს გეოპოლიტიკური საკითხებისა, რომელსაც ჩვენ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ამ საკითხებში შედის ის საკითხიც, როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობა გახლავთ, რომელიც სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობასაც მოიცავს და თუ კი ჩვენ კიდევ უფრო მეტად მივიღებთ მონაწილეობას ჩვენი ინვესტიციებით და ეკონომიკური აქტივობით მთელ მსოფლიოში, ჩინეთი ყოველთვის იქნება გერმანიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. აქ არის ლაპარაკი level playing-ზე, ლაპარაკია გერმანული ფირმების უფლებებზე ჩინეთში და ასე შემდეგ. ძალიან ფართო სპექტრია საკითხების. საქართველოს საქართველოს და უკრაინას აკავშირებს ამ მჭიდრო თანამშრომლობა, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს მათ შორის ჩვენს ხალხებსაც და ჩვენ ძალიან მყარ თანამშრომლობას მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას. ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის ასევე ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია შემდგომში განვახორციელოთ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაუბროთ ამ საკითხზე. Salomepit საქართველოს პირველი არხი სალომე ქოქიაშვილი, ბატონ კანცლერო, ბატონ პრემიერო, საქართველოს და გერმანიას აკავშირებთ ხანგრძლივი, ძალიან მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები, ძალიან მრავალი მიმართულებით. გარდა ამისა, თქვენ დღესაც გავუსვით ამას ხაზი, რომ გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი. მინდა გავიხსენო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენ ბერლინში ერთ-ერთი გამოსვლისას თქვით, რომ თავისუფალი ევროპელი ხალხის ხმა უნდა ისმოდეს ლისაბონიდან თბილისამდე, რომ ევროპა არის ჩვენი საერთო მომავალი და რომ ამ მომავლისთვის არის გაბედული ნაბიჯების გადადგმა საჭირო, როდესაც ახლა საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ველოდებით დამხსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას შემდგომ ნაბიჯზე გადასვლისთვის, შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამომავლო განვითარება და როგორ იქნება თქვენი პოზიცია უკვე ნოემბერ-დეკემბერში. Stellung im November.
გერმანია იყო და არის საქართველოს ხარდამჭერი, საქართველოს ევროპული პერსპექტივის ხარდამჭერი, ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ძალიან ზრუნავდით იმისთვის და რეკლამას უწევდით ყოველთვის იმას, რომ საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი და წარმატებით მივაღწიეთ ამას. Რა თქმა უნდა, ეს ამაზე ვერ შევჩერდებით, არის ძალიან გრძელი კატალოგი იმისი, რაც გასაკეთებელია ჯერ კიდევ. იცით თქვენ ეს კრიტერიუმები, ცნობილია ეს თქვენთვის და ასე ვთქვათ, ის საჭიროა სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან არის დაკავშირებული, ეს გახლავთ ეკონომიკური საკითხები, ეს გახლავთ სამართლებრივი საკითხები, ეს გახლავთ საკითხები, რომლებიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება, ეს გახლავთ საერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიყვეს საქართველოს ევროპის მასშტაბს, ევროკავშირის მასშტაბს და ამას აქვე შედის ინსტიტუციონალური რეფორმების, სამართლებრივი სახელმწიფოს რეფორმები, დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ და ჩვენ რა თქმა უნდა აქტიური პარტნიორი ვიქნებით საქართველოსი, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც საჭიროა ამისათვის. Რომ 90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. Რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის. Am გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა ძალიან უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. Ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება ყველა კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე ჩვენი ორხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობის არის მნიშვნელოვანი და გვაქვს იმედი და დარწმუნებულიც ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. Andreas Rinke von Reuters, Herr Ministerpräsident. Andreas Rinke, Reuters, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან დიდი სურპრიზია, რომ თქვენ ასე ვთქვათ, ტრანსპარენტულობის შესახებ კანონს სრულიად სხვანაირად უყურებთ, ვიდრე კანცლერი და ვიდრე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელმაც ძალიან გააკრიტიკა ეს კანონი და თქვა, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა დაგესვათ შეკითხვა, როგორ უყურებთ, ან როგორ ხსნით თქვენ ამას, რომ თქვენ სრულიად სხვა პოზიციას იკავებთ, ვიდრე თქვენი ევროპელი პარტნიორები და თვითონ ევროკავშირი, რომელიც უნდა შეაფასოს თქვენი პროგრესი და ხო არ ხედავთ თქვენ იმის საშიშროებას, რომ ევროპაში გაწევრიანების პროცესი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანდება. ბატონო კანცლერო, ამ წუთას არსებობს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შეშფოთება იმის შესახებ, რომ ირანი შეიძლება დაესხას თავს ისრაელს, თქვენ იზიარებთ თუ არა ამ შეშფოთებას და შეეცდებით თუ არა ჩინეთში გამოიყენოთ თქვენი გავლენა ირანზე. მადლობა ამ კითხვისთვის. მე უკვე აღნიშნე, რომ გამჭირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს, სამართლის პრინციპს, სამართლებრივ პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ ქართველ პარტნიორებთან რომ წარმართოთ ჩვენი მიდგომა, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ეს კანონი ძალიან მოკლეა და ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება უარყოფითად აისახოს ამ თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუკი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის და შემიძლია კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონ პროექტი ითვალისწინებს, არის ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედია ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. გამომდინარე აქედან მე ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც
პირველ წელს, ანუ ამ პირველ წელს ამ კანონის განხილვის არ მოხდა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება, რადგანაც კიდე ერთხელ გავიმეორებთ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ წყობაში ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიყურებთ იმას, რაც ხდება იმ საშიშროებებს, რომლებიც ჩნდება შესაძლო ირანის შესაძლო აქციებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, მეც და საგარეო საქმეთა მინისტრიც და მთელი მთავრობაც, ხო და ჩვენი პარტნიორებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი, ასე ვთქვათ, მესიჯები გაგვეკეთებინა, რომ სამხედრო აქტივობას ადგილი არ აქვს, ის არ უნდა მოხდეს. ჩვენ ლაპარაკობთ ძალიან ფართო სპექტრის მესიჯებზე ყველა მიმართულებით.